მერცხალი ისევ მოიყვანს გაზაფხულს, ასე ქვია წიგნს, რომელმაც დღის სინათლე უკვე იხილა და რომელიც ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალის 100 წლიან ისტორიას ასახავს. წიგნის ავტორები ხარიტონ ჩხატარაშვილი, ნუგზარ ასათიანი და ალექსანდრე ქურდობაძე არიან. ხარიტონ ჩხატარაშვილს კლუბთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. ის თამაშობდა მერცხალში, ასევე წვრთნიდა გუნდს და საკუთარი ცხოვრების 40 წელი სწორედ ოზურგეთის მერცხალთან ერთად გამოიარა. მისი თქმით, კლუბთან დაკავშირებული ძველი მასალები და ინფორმაციები თანდათან დავიწყებას ეცემოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამმა ავტორმა მერცხალის ისტორიისთვის სისტემატიზირებული, ვიზუალური სახე მიეცათ და შთამომავლობისთვის შემოენახათ. ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, წიგნში ასახულია კლუბის ყველა ეტაპი, ომამდელი თუ ომის შემდგომი პერიოდები, 1956 წლის და 1967 წლის გამარჯვებები, 1982-85 წლის ოქროს ხანა მერცხალის საკლუბო ისტორიაში და სხვა არაერთი პოზიტიური ფაქტი თუ რეალური ისტორიები. გადავწყვიტეთ, რომ ეს ისტორია არ დაკავებულიყო და ოზურგეთის მკითხველის წინაშე მიგვეტანა ის მდიდარი ისტორიული მასალა, რაც ამ კლუბის გარშემო არსებობს. ამაში დიდ დახმარება გაგვიწია ბატონმა ალექსანდრე ქურდობაძე, რომელიც არის სპორტული ჟურნალისტი და მრავალი წიგნია გამოცემული როგორც ქართულ ფეხბურთზე, ასევე საერთოდ ზოგადად სპორტზე. ჩვენი დაინტერესება გამოიწვია მან, რომ ეს მასალები თანდათან იკარგებოდა და დავიწყებას იყო მიცემული და ჩვენი ამოცანა იყო ძირითადად ეს მასალების მოძიება, შეკრება და ერთ წიგნში თამოყრა. 100 წელი ცოტა არაა. ამიტომ ჩვენი მცდელობა იყო ამ წიგნში მოგვეცრო ის ფეხბურთელების და იმ მცნელების ღვაწლი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ოზურგეთის ფეხბურთის განვითარებაში. აქ აღსანიშნავია ის პერიოდები, როცა მერცხალს აღმავლობა ჰქონდა. პირველი გამარჯვება მერცხალმა იზეიმა 1956 წელს, როცა საქართველოს კოლმეურნეს თასი მოიპოვა. მთავარი მცნელი იყო დუდუ მასხვლია. შემდეგ მოდის 1967 წელი, როდესაც საქართველოს ჩემპიონები გახდნენ პირველად ისტორიაში. მთავარი მცნელი იყო მიხეილ გორდელაძე. აქვე უნდა აღვნიშნოთ თასის ორგზის მოგება 1959 და 60 წლებში. ამ პერიოდში გუნდს ხელმძღვანელობდა აკაკი ხურციძე. შემდეგ მოდის მერცხალის აღორძინების ხანა, შეიძლება ასე დავარქვათ, ესა 82 წლიდან 85 წლამდე. წიგნი ოპტიმისტური სათაურით მერცხალი ისევ მოიყვანს გაზაფხულს მართლაც მნიშვნელოვანი შენაძენია ოზურგეთის ისტორიისთვის და აქაური სპორტის მოყვარულებისთვის.